Բոլოდან დავიწყოთ, ასე ვთქვათ, ეს არის ერთი მხრივ იძულებითი ქცევები, მეორე მხრივ იძულების გამო უკვე მიზანმიმართული და რას გულისხმობ. იძულებითია იმ მხრივ, რომ ასე ვთქვათ, ქართული ოცნების ოფიციალური ვერსიაა, რომ ჩვენგან არ გვინდა ევროკავშირის ქვეყნობა, მაგრამ ჩვენ გვინდა ეს ქვეყანა ვიყოთ ისეთი, როგორიც ვართ, აი ასეთი ავტორიტარული, ტოტალიტარული სახელმწიფოს ზღვარზე მყოფი ძალაუფლების ტიპი. მიგვიღონ ასეთი, ანუ თუ ასეც მიიღებენ, სადაც დღევანდელი მმართველი პარტიის ძალაუფლება იქნება ხელშეუხებელი და ასე ვთქვათ, უსაფრთხო რეჟიმში მყოფი, მაშინ რატომაც არა პრინციპში, ხომ? მაგრამ სამათ იციან, რომ ასეც არ მიიღებენ. კობახიძეებ არ არის სულელი, რომ არ იცოდეს რა ნაბიჯს დგამს. კი, და სწორედ იმიტომ, რომ ასეთი ტიპის ძალაუფლებით არ მიიღებენ, შემდგომ ჩნდება უკვე იძულებით შემდგომ მიზანმიმართულობა, რომ თუ ჩვენთან არ გინდათ, თუ ჩვენ არ გჭირდებით, მაშინ ჩვენ მაქსიმალურად გაგშორდებით თქვენ ყველა, იმიტომ რომ მოსახლეობაც ისეთია რა, რაღაცნაირად მართვადია მაინც. ეს ეპარებათ ეს საპროტესტო პროცესები და მოწინააღმდეგეების რაღაცა გაუჩერებელი ბრძოლა თავისუფლებისთვის, თორემ სხვა მხრივ აბსოლუტურად კომფორტის რეჟიმში იქნებოდნენ, იმიტომ რომ აი მოსყიდვა, დაშინება, რაღაცა აი განზოგადებული შიშები მოსახლეობაში, იქ რაღაცა სქესის გადაკეთებაზე ამაზე ასე შემდეგ. ხო, აი ესეთი კომპლექსური მიდგომა აქვთ არა და ამიტომ რადგან მაინც იმედოვნებენ რომ ეს მართვადი შეიძლება იყოს პროტესტი და დანარჩენი ხო მართვადი ნაწილია, ამიტომ მაშინ შევქმნათ რაღაცა მინიატიურა საბჭოთა საქართველოსი, რომელშიც საბჭოთა კომუნისტური ტოტალიტარიზმის პრინციპი იქნება აგებული რაღაცა დამკნობილი ცოტათი თანამედროვე ციფრული ეპოქის პრინციპებზე. აი ეს არის მთელი ფილოსოფია ქართული ოცნების რაზედაც ის მუშაობს. ამიტომ ამ კონტექსტში ჯდება სწორედ მოწინააღმდეგეებთან ურთიერთობა, იმიტომ რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში, მოდი ასე დავარქვათ, დემოკრატიაზეც უკვე აღარ გვაქვს ამბიცია. მეტნაკლები დემოკრატიის პირობებში, ნომინალური დემოკრატიის პირობებშიც მოწინააღმდეგეებთან ბრძოლის მეთოდებიც აბსოლუტურად სრულიად სხვა არის, მეტიც, აი ტოტალიტარული სახელმწიფოს სინდრომია, როდესაც ისინი ცდილობენ უკვე რომ შიგნითაც კი არ აქვს მნიშვნელობა, ჩემი ყველას უნდა ეშინოდეს, ტოტალიტარის ვნება ასეთია. არა მარტო მოწინააღმდეგეს, არამედ ჩემ გვერდით ყოფსაც, რომ სადმე რამე არ გაუელვოს, რაღაცა არ მოითხოვოს თავისუფლება, არ მოითხოვოს თავისი სიმშვიდის ზონაში ყოფნა, რა ვიცი, მე მაგალითად გონია, რომ ღარიბაშვილის, ლილოაშვილის და გომელაურის кейსი, ეს არის იმისი დასჯისკენ ძალისხმევა, რომ ამათმა ხო წინააღმდეგობა არ გაუწიეს არაფერზე, მაგრამ თავის სიმშვიდის რეჟიმში უნდათ ყოფნა. ანუ ღარიბაშვილს უნდა რომ იყოს პოლიტიკურ პენსიაზე, იცხოვროს კარგად, მშვენივრად და აქ არის ჯუანშარ ბურჭულაძის შემდეგ არ მგონია რომ მას გარანტია ჰქონდეს რომ ის პოლიტიკურ პენსიაზე იქნება. აი ზუსტად ეგ არის, იმიტომ რომ თუ კი ღარიბაშვილი ფიქრობდა რომ მისი ერთგულება შეიძლება დაფასდეს, რომ მას მისცენ პოლიტიკური პენსიის შესაძლებლობა, ასე შეაფასებდნენ თუ შეაფასებდნენ მას როგორც მოღალატეს. ამ პლუს შთააგონებდნენ ბიძინას, რომ ეს ადამიანი მისთვის საშიშროება არის. რატო? იმიტომ რომ ღარიბაშვილს ასე თუ ისე რაღაცა სენტიმენტები ქართული ოცნების ამორჩევლის ნაწილში ღარიბაშვილის მიმართულებით არის, მას თავიანთ ამორჩევლში საკმაოდ დიდი ნაწილი თვლის, რომ ის რაღაცა გულწრფელია, რომ ის შედარებით უფრო ადამიანურია, რომ მასში რაღაცა ღირებულებები არსებობს და შეიძლება პირველყოფილი ღირებულება იყოს, მაგრამ რაღაცა არსებობს, ანუ რაღაცა უფრო ნამდვილ ტიპად მიაჩნიათ, არა და თუ კი შთააგონებენ ბიძინას იმას, რომ ეს შენთვის საშიშია, შენ არ გჭირდება ადამიანი. მაშინ შესაძლოა რომ ღარიბაშვილის პოლიტიკურ მკვლელობას ივანიშვილმა ამ შთაგონებით და შიშით ხელიც კი მოაწეროს? გამორიცხული არ არის, რატო იცით, რომ ყველა ის იდეა, რომელიც მეც და თქვენს გვეგონა ამ ქვეყანაში წარმოუდგენლად აღმოჩნდა რეალობა, ხო? ანუ მე ასეთი განცდა მაქვს ხოლმე, რომ ფანტაზია ხანდახან ლოგიკა კი არა. ძალიან ხშირად დღევანდელი ძალაუფლების მოქმედებაში ჩვენ უნდა ვიძებოთ არა პოლიტიკური შინაარსი, არამედ წმინდა ადამიანური ფაქტორები. ეს არ არის პოლიტიკურ ლოგიკაზე დაფუძნებული ქმედებები, ეს არის რაღაც ადამიანურ ვნებებზე. ამიტომ არც იმას გამოურიცხავ, რომ ივანიშვილისთვის ერთჩვენიერ დღეს ღარიბაშვილი იყოს ჩვეულებრივი მტერი. მე მაგალითად მიმაჩნდა, რომ ივანიშვილს ჰქონდა ძალიან დიდი სენტიმენტები თვითონაც ღარიბაშვილთან მიმართებაში, მაგრამ მისი გაზრდილია, შვილობილივით იყო და შვილობილის რეჟიმიდან უყურებდა, ასე ვთქვათ, ავტორიტარი მამის განცდის კუთხით, ასე ვთქვათ, თვითონ ღარიბაშვილი ივანიშვილსაც, მაგრამ
ივანიშვილზე ზემოქმედება შესაძლებელია. ეს ბიძინას არ აქვს იმისი განცდა, როგორც მას ამტკიცებდა, რომ ის ძალიან თვითმართვადი და თვითყოფადი ტიპი იყო, მაგრამ მე განცდა არასოდეს არ მქონია. მათ შორის მასთან რაღაც გარკვეული კომუნიკაცია რომ მქონდა, მისთვისაც თქვენმას ხო. ვიცნობ ცოტა ისეთია ფრაზა აღმოჩნდა რომ არ ვიცნობ მაგრამ ყოველ შემთხვევაში როდესაც მithქვამს რომ თქვენზე ზეგავლენას ამყარებენ და თქვენ უგონიათ რომ იდეა ფრაზა რომელსაც თქვენ გამოთქვამთ თქვენეულია ის თქვენი გარემოდან შექმნილია ხშირად ამასაც ძალიან ძიმედ განიცდიდა ძალიან ბრაზდებოდა მაგრამ ეს პრინციპი ასე დღესაც ასე მჯერა და მეტიც იმ დინამიკას თუ დავაკვირდებით რას აკეთებს კობახიძე როგორ ჩამოიშორა ყველა ანუ ყველაზე გაიმართა. ყველა ვისაც ივანიშვილი ენდობოდა და ვისაც რაღაც სუბძალაუფლება მაინც გააჩნდა. რაღაცა დონის ძალაუფლება, ქვეძალაუფლება გააჩნდა რა. მას უნდა რომ ერთადერთი საყრდენი იყოს, მე სულ ამ ვერსიას ვაწვევი რამდენი ხანია უკვე და ყოველთვის მეუბნებოდი რომ არა აბსურდია, რასაც შენაო, კობახიძე არის არარაობა და მე მას არარაობა და არასოდეს არ ვთვლით. მე შეიძლება ის იყოს არავინ, იმიტომ რომ ადამიანმა რომელმაც ამას აქში ამ ხელაწარმოებებს მიაღწია და პოლიტიკური გაკოტრებული ადამიანია ზოგადად, იმიტომ რომ ის თუ არ იქნება ძალაუფლებაში, საერთოდ აღარავინ არ იქნება აბსოლუტურად და კაპიტალი ეგ არის, აბა ახლა ამ ცხოვრების წესით მეტი რა კაპიტალი შეიძლება შექმნას. ერთი ეს არის რეპუტაცია, ერთი ეს არის ძალაუფლება, ერთი ეს არის ფული. კი ბატონო. თუ კი ვიმსჯელებთ იმით, რომ რომეო მიქაუტაძე, რომელიც პირველი იყო, ვინც დააკავეს ღარიბაშვილის გარემოცვიდან, შემდეგ უკვე ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს ძალიან მძიმე ბრალდებით, რას აკეთებს ქართული ოცნება? ღარიბაშვილს ეუბნება, რომ თუ კი შენ ალაპარაკდები და არ იქნები ჩუმად მოვალ შენამდე, ეს არის გაფრთხილება, თუ რეალურად ყულფს ავიწროვებს ღარიბაშვილი ლილუაშვილის თავზე? მე მგონია, რომ მას ქართულ ოცნებას თუ ივანიშვილს ღარიბაშვილის ასეთი სიჩუმეც არ სჭირდება, მას სჭირდება ღარიბაშვილი იყოს ისევ ივანიშვილის აქტიური დამცველი და პასუხისმგებლობა მოვლენებზე მასზე გაზიარდეს. ანუ ის რომ ის პასუხისმგებლობის სივრციდან გავიდა, იმიტომ რომ დაასრულა თავის საქმიანობა და არ ვიცი ახლა ძალაუფლება რო შეცვლილიყო, შეიძლება ღარიბაშვილის მიმართ არც არავის ნეგატივი არ ქონოდა, ყველა უნდა იყოს აი იმის ნაწილი, რაც ახლა ხდება. იმაში ყველას უნდა ქონდეს ხელი გასვლილი, რომ მისი პირდაპირ და ირიბი პასუხისმგებლობის შესაძლებლობა დადგეს. ეს არაწყოთ, ღარიბაშვილი არც არ ელაპარაკ მე ამჯერ, ვერ წარმომიდგენია ღარიბაშვილი ივანიშვილის წინააღმდეგ როგორ უნდა ელაპარაკო, რა იძულება უნდა ქონდეს. თუმცა თეორიულად ესეც დასაშვებია, მაგრამ მე უფრო ახლა ამ ეტაპზე ის გონია, რომ ღარიბაშვილის სიჩუმე არ არის საკმარისი. შენ ჩუმად კი არ უნდა იყო, შენ უნდა იყო აი ეს დინარაძე კობახიძის ნაირსახე, რატო გონია რომ შენ გაქვს უფლება სამშვიდობოს იყო გასული, როდესაც ეს ადამიანები ბჭყალებში აი ასეთ ბრძოლაში არიან. აი ამითი და მეორე მხრივ კიდევ აი ამ დაკავებების კუთხით აი მეორე კურდღელი არის აქ ის რომ აი ამ რაღაცა იმიჯზე მუშაობს ქართული ოცნება, რომ აი ჩვენ კორუფციას ვერ ვძვით, იმიტომ რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ეს რას დგას ეს არის.